მეოთხე წესი, თუ ბავშვი შეცოდების გარემოშია, ის სწავლობს საკუთარი თავის ზედმეტად შეცოდებას. რას ნიშნავს ახლა ეს? ნახეთ, მსხვერპლის როლში გადადის. აი თუ ეუნები რომ შესაწყალო მამა არ აკავ, შენი მამა წასული ან გარდაცვლილი ან რაღაცა და ობოლი ხარ და აი არაფრით არ შეიძლება. არაფრით, რომ შეცოდების გარემოში როა ბავშვი, ის გადადის, უკვე სწავლობს ამ მსხვერპლის როლს ბავშვობიდან. გადადის ამ მსხვერპლის როლში და მე მთელი ცხოვრება ზედმეტად ეცოდება თავის თავი და შენ რომ შენი თავი ზედმეტად გეცოდება ხო აცოდებს ასე უნდა და ბუნებრივად თავისთავად გადადიხარ მსხვერპლის როლში და შენ თუ მსხვერპლის როლში ხარ აუცილებლად გამოჩნდება ტირანი რომელიც შენ როგორც მსხვერპლს ისე მოგექცევა და აი მაგნიტივით მოიზიდავ რა ეს ქმარი იქნება თუ ცოლი თუ თანამშრომელი თუ უფროსი სამსახურში არ აქვს მნიშვნელობა ამიტომ არაფრით არ შეიძლება რაც არ უნდა ისეთი გარემო იყოს ხო ბავშვის არ უნდა უთხრა რომ შესაწყალო ისა აი შეცოდების გარემო არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ აი გადავა ამ მსხვერპლის როლში და ზედმეტ შეცოდებაში